მე ქართველი მქვია. ჩემი შექმნა 2000 წლის წინ ერთმა ებრაელმა დურგალმა დაიწყო. სახელად ანდრია ერქვა. ანდრიამ ჩემზე თავისი სადურგლო დაზგა დახატა. ამ დაზგასთან მუშაობდა მთელი ცხოვრება და საბოლოოდ უფალმა სწორედ ამ დაზგაზე მიიბარა იგი. 2.5 საუკუნის შემდეგ ერთმა რომაელმა ასისთავმა, ვინმე გიორგი, სისხლით შემღება. იმ სისხლით, რომელიც მან ქრისტესთვის დაღვარა და ამით ბევრი სხვა რაინდი გადაარჩინა. და ბოლოს, ქრისტეს შობიდან 326 წელს, ერთმა ბრწყინვალე კაბადოკიელმა ქალწულმა ჩემზე ვაზი გამოსახა. ის ვაზი, რომლის ყლორტებს ქართველები გულის უბეში ინახავდნენ, რათა ბრძოლაში დაცემის შემთხვევაში იმ ადგილას ყურძნის ნერგი ამოსულიყო და ყოველი გამვლელი მიმხვდარიყო, რომ იქ ქართველია დამარხული. ქალწულს ნინო ერქვა. მე წმინდა ანდრიას, წმინდა გიორგის და წმინდა ნინოს ხელქმნილი დროშა ვარ. ჭეშმარიტად სამჯვრიანი, უძველესი და უძლიერესი. მე ვამაყობ ჩემი კეთილშობილებითა და ღირსებით. მე არ დავთმობ ჩემს არც წარსულს და არც მომავალს. მე ვაძლიერებ საქართველოს ყველა შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის და სადაც არ უნდა იყოს ის. და მე შემწევს ძალა აღვასრულო არ ნახული და ამდენ გზის ნანატრი. მე ძლევის დროშა ვარ.